მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ხართ? იმედია ხართ ახალი გაშლის ყურების ხასიათზე. მე კი მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო გაშლა. მანამდე გეტყვით, გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს. უკავშირისთვის იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგო, რამდენად გეხმარებათ ეს კონკრეტული გაშლები თქვენ და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე, ეს ნდობა თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. და მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ თუ გსურთ პირადი კონსულტაცია. მე კი ახლა შემოგთავაზებთ ასეთ გაშლას. თქვენი როლი მის ცხოვრებაში. რა როლი გაქვთ მის ცხოვრებაში? რა როლი გაქვთ მის ცხოვრებაში? მოდი ვნახოთ. ურთიერთობის სიგნიფიკაცია. თქვენი ურთიერთობა როგორია ახლა, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს გაშლა თქვენზეა, სიგნიფიკაციას ყურადღებით მოусმინეთ, თუ არ იქნება მეგობრებო, ეს გაშლა თქვენთვის და არ რეზონირდება სიგნიფიკაცია, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა გაშლებზე. კარგით, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. აქ გვაქვს ჩიხის მდგომარეობა, სიტუაცია, სადაც თითქოს ვერ გამოდიხართ აი ამ ჩიხიდან და აქ ვუყურებთ მამაკაცს, რომელიც ცოტა არ იყოს, შეიძლება მანიპულატორიც იყოს, თუმცა ეს მამაკაცი ვერ გეტყვით, რომ არ შემდგარი მამაკაცია, პირიქით შემდგარი ადამიანია, აქვს ფინანსური სტაბილურობა, ის ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს წარმატებული მამაკაცი, იყოს სტაბილური შემოსავლების პატრონი, საკმაოდ შეიძლება თავისი ბიზნესი ჰქონდეს, ან თავისი საქმე ჰქონდეს, შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ბანკში და შეიძლება ჰყავდეს სტაბილური ოჯახიც. თუმცა თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც ჩიხის მდგომარეობა, თითქოს გამოუვალი სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოდიხართ. ეს არის ურთიერთობის სიგნიფიკაცია და თუ ნამდვილად გეცნოთ აი ეს სიტუაცია, განაგრძელთ ყურება. მოდი ვნახოთ თქვენ ამ ურთიერთობაში. თქვენ ამ ურთიერთობაში და თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი აი ამ ურთიერთობაში. თქვენ ამ ურთიერთობაში ხართ სულისჩამდგმელი, ინიციატორი, თუ ახლა აღარ გაქვთ ურთიერთობა და რაღაც პრობლემაა თქვენს ურთიერთობაში, თქვენ გსურთ ისევ განაახლოთ, თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, ან ხართ უკვე ახალი ურთიერთობებისთვის მზად და თქვენ მზად ხართ, რომ მიიღოთ ახალი საწყისი, ახალი ურთიერთობა და რომელიც თქვენ მოგიტანთ სიმყარეს და პერსპექტივულობას. თუმცა
ნახოთ ახლა თქვენ ჩაფიქრებული მამაკაცი აი ამ ურთიერთობაში. თქვენ ყოველ შემთხვევაში მე მიჩვენებს რომ გაქვთ სურვილი რომ ისევ დაიწყოთ რაღაც თავიდან. არჩევანის წინაშეა, ფიქრობს, ბევრს არ იცის რომელი გზა აირჩიოს, საით წავიდეს, ძალიან ბევრი ფიქრები აქვს, არჩევანიც აქვს ამ მამაკაცს. რას ფიქრობს? მოდი ნახოთ აი ამ ურთიერთობაში. მეგობრებო, ამ ადამიანს თან სურს შეინარჩუნოს რაღაც სტაბილური, თუ ოჯახი აქვს, შეინარჩუნოს აი ეს სტაბილურობაც ოჯახში და ამავე დროს განიცდის ახლა კრიზისს თქვენთან ურთიერთობაში. შეიძლება ამ ადამიანს სურს, რომ თქვენთანაც გქონდეთ სტაბილური ურთიერთობა და იქ, სადაც არის, იქაც. თუმცა ეს ადამიანი შეიძლება ახლა ერთგვარ კრიზისს განიცდიდეს, როგორც ურთიერთობაში, შეიძლება მიუხედავად იმის, რომ აქ პენტაკლების მეფე ამოვიდა და საკმაოდ წარმატებული ადამიანია, პენტაკლების მეფე აი ამ ფინანსებში, შეიძლება ახლა ერთგვარი კრიზისი გქონდეს ფინანსებში, შეიძლება სამსახურში არ აქვს ახლა ამჟამად დაალაგებული სიტუაცია და ცდილობს აი ეს ყველაფერი დაარეგულიროს, დაასტაბილუროს და შემდეგ გადავიდეს სხვა ეტაპზე. შეიძლება აი ამ თქვენს მამაკაცს აქვს ახლა სხვა პრობლემები და ესახებოდა სამსახურს, რომლის გამოსწორების შემდეგაც ის უკვე გამოვიდოდა და გადავიდოდა სხვა ეტაპზე. თქვენ კი ძალიან გსურთ, რომ განახლდეს თქვენ შორის. დიახ, მეგობრებო, თქვენ გსურთ მიიღოთ ის, რაც ნამდვილად გეკუთვნით, რაც დამსახურებულად, რაც გაგიღიათ აი ამ ურთიერთობისთვის, რაც ჩაგიდიათ, რა რესურსიც გაგიციათ იმისთვის, რომ ყოფილიყავით ბედნიერები, თქვენ ახლა ელოდებით და გსურთ მიიღოთ ის ყველაფერი, რაც დაიმსახურეთ. თქვენი ფიქრები, მოდი ვნახოთ ამ ადამიანის მიმართ. თქვენი ფიქრები. თქვენ თქვენ მიღებული გაქვთ მეგობრებო ამ ადამიანთან მიმართებაში, რომ იაქტიუროთ და მიიღოთ გადაწყვეტილება და გახვიდეთ კონტაქტზე. თქვენი ფიქრები ამ ადამიანის მიმართ არის, რომ ჯერ ერთი გეტყვით, რომ ძალიან დიდი ბნება გაქვთ ამ ადამიანის მიმართ და სურვილები გაქვთ საკმაოდ ცოცხლოვანი და გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობა. და მისი ფიქრები თქვენს მიმართ. როგორც გითხარით მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში არ აქვს პრობლემა. ამ ადამიანის პრობლემა არის ან მანძილი თქვენ შორის. შეიძლება ერთგვარად ამ ადამიანს ხელს უშლიდეს, როგორც გითხარით, აი სამსახურეობრივი მოვალეობა, შეიძლება გზა, თუმცა აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ ფიქრებში ეს ადამიანი ცოტა ძალიან ჭკვიან ქალად გხედავთ, რომელსაც შეუძლია სტრატეგიულად იმოქმედოს. ფიქრობს, რომ ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ხართ, რომელსაც შეუძლია სტრატეგიულად შეცვალოს თავისი ცხოვრება და ფიქრობს ამავე დროს, რომ გაქვთ ძალიან მახვილი გონება და ამავე დროს ენაც და სიტყვებს არ არჩევს საუბრის დროს და შეიძლება ცოტა
ენამწარედაც კი ეჩვენებით ხანდახან, მაგრამ ეს ამ ადამიანსაც სურს თქვენთან გაგრძელება ურთიერთობის. თუ მანძილზე ხართ, ეს ამ ადამიანს სურს თქვენთან მოსვლა. თქვენი გრძნობები მის მიმართ. თქვენ გსურთ მასთან სტაბილური ურთიერთობა, კვლავ განაახლოთ და ეს იყოს ოჯახური ბედნიერება გსურთ ამ ადამიანთან, გსურთ იყოთ ბედნიერები და მიიღოთ შემოთავაზება სამყაროსგან, როგორი შემოთავაზებაც არ უნდა იყოს, ოღონდაც იყოთ მასთან ბედნიერი და თქვენ სხვათა შორის ელოდებით აი ამ დასტაბილურებას თქვენი ურთიერთობის. თქვენ სავსე ხართ, თქვენი გული სავსეა და თქვენი არსებაც მოცულია ამ ადამიანით. თქვენი გული კი სიყვარულით არის სავსე. მისი გრძნობები თქვენს მიმართ ძალიან მიუხედავად იმის, რომ ახლა არ იცის ჯერჯერობით რა გააკეთოს, მისთვის ხართ გრძნობებში, შეიძლება არ გიმხელთ ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ ხართ მისთვის ძალიან ნაყოფიერი, ძალიან სავსე, ძალიან მაგიური ქალბატონი, რომ ასევე ინტუიციური ქალბატონი და ხანდახან ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მის აზრებს და ფიქრებს კითხულობთ. რა თქმა უნდა, მასაც აქვს გრძნობები, თუმცა ამ ეტაპზე არ არის ის იმ მდგომარეობაში, რომ აი ეს გრძნობების აფიშირება თქვენთან მიმართებაში გააკეთოს. ახლა კი მთავარ კითხვაზე გადავიდეთ. თქვენი როლი მის ცხოვრებაში. რა არის თქვენი როლი მის ცხოვრებაში? თქვენ ერთგვარად მეგობრებო, საჩუქარი ხართ სამყაროს იმისთვის. ეს ადამიანი როდესაც იყო, თქვენ ალბათ მაშინ გამოჩნდით ამ ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც არც თუ ისე კარგად იყო ეს ადამიანი. წარსული გამოცდილება, ცუდი გამოცდილების ეტაპიდან გამოიყვანეთ ეს ადამიანი და დაანახეთ სამყაროს ბრწყინვალება. თქვენ ახალი გზა და შესაძლებლობები გაუხსენით ამ ადამიანს და აი სწორედ მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში იყო ძალიან რთული პერიოდი, თქვენ მას გზა გაუკულიეთ სინათლისკენ და მიეცით შანსი, რომ ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეეხედა. ამიტომ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის სამყაროს საჩუქარი და ეს ადამიანი ბედნიერია, რომ ეს საჩუქარი მიიღო. კიდევ ერთი არკანით დავაკონკრეტებ თქვენს როლს მის ცხოვრებაში. დიახ, საკმაოდ რთული სიტუაციიდან გამოგიყვანიათ მეგობრებო ეს ადამიანი თქვენ. საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია გაიარა ამ ადამიანმა, ძალიან დიდი შიშები ჰქონდა, ძალიან დიდი ეჭვები, ძალიან ნახეთ, თითქოს არამყარი, ჯანსაღი სიტუაციებიდან გამოგიყვანიათ და თითქოს ამ ადამიანის სრული აღდგენა შეძელით, სრული გამოძერწვა შეძელით თავიდან და თითქოს სული ჩაბერეთ ამ ადამიანს და აღორძინეთ ეს ადამიანი სულ თავიდან. ძალიან დიდი სტრესი და შიშები მოუხსენით ამ ადამიანს,
წარსული გამოცდილებიდან და თქვენ მიეცით შანსი, რომ ეს ადამიანი თავიდან დამდგარიყო ფეხზე, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ მის ცხოვრებაში და ეს ადამიანი ამას ნამდვილად ხედავს და აღიარებს, თუ თქვენთან არა საკუთარ თავთან, ასე რომ თქვენი როლი მის ცხოვრებაში ძალიან დიდია. ეს ძალიან დიდი და ძვირფასი საჩუქრის ტოლფასია, რომლის მიღებაც მან შეძლო და ერთგვარად თავის მადლიერიც კია, რომ ეს საჩუქარი მან მოიპოვა. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი და მინდა თქვენგან მოვისმინო კომენტარები და უკავშირზე გამოხვიდეთ. მე დაგელოდებით თქვენ დროებით.